ყაჩაღობა ყაზბეგის ქუჩაზე ლომბარდზე განმეორებითი თავდასხმის ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. დანაშაული ცეცხლსასროლი იარაღით ყაზბეგის ქუჩაზე არსებულ ლომბარდში შეიჭრა და ფულადი თანხა გაიტაცა. შემთხვევას ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლები შეესწრნენ. მრავდებულმა მათი მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. ნიკა მოლოდინაშვილი საუბრობს მოამბის პირდაპირ ეთერში. ნიკა, გისმენთ. ლევან, პირველ რიგში გეტყვით, რომ არმაზ ხარძიანის მიერ ჩადენილეს პირველი დანაშაული არ არის. მან 20 სექტემბერს იგივე ლომბარდზე, რომელიც ყაზბეგის ქუჩის 53 ნომერში მდებარეობს, დააყაჩაღა და მასში ყაჩაღური თავდასხმის შედეგად 5000 ლარი გაიტაცა. რაც შეეხება წინა შემთხვევას, ამ ახალ შემთხვევას, უпростоრედ ამ შემთხვევას უკვე შეესწრნენ სამართალდამცავები, რის გამოც ეს ყაჩაღური თავდასხმა მისთვის წარუმატებლად დასრულდა. მან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას, თუმცა ამ წინააღმდეგობის მიუხედავად სამართალდამცავებმა მისი დაკავება მაინც შეძლეს. სულისხანი შეეშინდათ ლომბარდის თანამშრომლებს. გამოცივდნენ გარეთ, მოასწრეს კარის ჩაკეტვა. რის შემდეგაც მეზურებული გახვდი ფეხით ჩამოიტვია ვიტრინა და გამოსულიყავი ისე, რა დროსაც გამოსვლისას ჩამდროულ ვიტრინაზე გავიჭერი თავი. კარები მიკეტილი იყო, შემოვარდა კარებში, არაფერი არ უთქვია, ისე პირველი გასროლა გააკეთა. გასროლის მერე ჩქარა გააღეთ კარებიო. კარები არ გააღო ნანამ. ამასობაში მომიბრუნდა მე და მეუბნება, ასე მომადო იარაღი და მეუბნება უთხარი გააღოს კარები თორე გესვრიო. ნანას მეუბნები, ნანა გააღე კარები თორე მესვრის მეთქი და გააღო ნანამ კარები. როცა კარი გავხსენი და შემოვარდა, მე ვთხარი რა არა ფული და ვერ წაიღებ, არაფერი არა გვაქვს მეთქი და ხელი მკრა. ხო და მე ფულის გამოღება რო დაიწყო, მე გამოვიქეცი, ავდექი და გამოვიქეცი, და აქ რომ მოვედი, მე გამახსენდა რომ ამ კარის ჩაკეტვა შემეძლო, იმიტომ რომ იმ კარის გასაღები შიგნით მქონდა ჩარჩენილი. აღნიშნულ ფაქტს შეეწრნენ ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლები, რა დროსაც მოახდინა გასროლა მათი მიმართულებით. იგი დაკავებული იქნა შემთხვევის ადგილზე. არმაზ ხარძიანი, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ჟურნალისტად სხვადასხვა გამომცემლობებში მუშაობდა და ამავდროულად არის კონსერვატიული პარტიის გარდაბნის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მისი პარტიულობას ადასტურებენ პარტიაში და ამბობენ, რომ ეს გაუგებრობაა. კვირის რაღაცა სააგენტო აქვს, მე მგონი. არმაზ ხარძიანი არის რამდენიმე გაზეთის თანამშრომელი, არის ძალიან ცნობილი ჟურნალისტი და არის ჩვენი პარტიის წევრი. ის ამბავი ახლა რაც მე გავიგე თქვენგან არის ჩემთვის სრულიად სიახლე და მოულოდნელი. მე აფერი არ შემიძლია ამის მეტი რო გითხრათ. არა ვარ ჩახედული საქმის კურსში, გავარკვევ და იმედი მაქვს რომ გაუგებრობა იქნება ეს. არმაზ ხარძიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ვაკე-საბურთალოს რაიონულ პოლიციაში ყაჩაღობის მუხლით არის აღძრული და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.